ყველა გოგონას, ქალბატონს, თუნდაც ეს იყოს მამაკაციც, აინტერესებს თავისი საბედოს დანახვა. ზოგიც მარილიან კვერებს ჭომს ხოლმე და ასე შემდეგ, ძალიან ესეთი სახალისო სხვადასხვა რიტუალია, მაგრამ მე დღეს თქვენ გასწავლით ძალიან პატარა, ძალიან ადვილ, მაგრამ ძალიან მუშა რიტუალს, რომ ნახოთ, ვინ იქნება თქვენი ბედი და ვის შეხვდებით მომავალში, მამაკაცი იქნება ეს თუ ქალბატონი. ამისათვის აკეთებთ შემდეგს. აიღეთ თქვენი ბალიშის პირი და ჩაალბეთ წყალში, სადაც ჩაყრით და ახლოვებით 3 სუფრის კოს მარილს. მარილი ჩაყარეთ წყალში, მოურიეთ და ჩადეთ ბალიშის პირი დაახლოებით 3-დან 5 წუთამდე. არ გააფუჭებს მერწმუნეთ. როდესაც წყალში იქნება ჩაალბობილი ბალიშის პირი, აანთეთ სანთელი და გაიმეორეთ 3-ჯერ. გთხოვ დამესიზმროს ჩემი საბედო. გთხოვ დამესიზმროს ჩემი საბედო. გთხოვ დამესიზმროს ჩემი საბედო. ამინ. ამის შემდეგ გამოიღეთ თქვენი ბალიშის პირი, გარეცხეთ, კარგი იქნება თუ ცალკე გარეცხავთ, გააშრეთ და საღამოს გაუკეთეთ თქვენს ბალიშს და დაიცინეთ. შეიძლება ერთი ადამიანი დაგესიზმროთ, შეიძლება რამოდენიმე ადამიანი დაგესიზმროთ. ან თუ შეიძლება არავინ არ გესიზმრებათ, არის რამოდენიმე პრობლემა. პირველ რიგში შეიძლება პრობლემა არ იყოს და თქვენ ჯერჯერობით თქვენ ბედს და თქვენ ცხოვრებაში არ უნდა გამოჩნდეს არც ერთი ადამიანი, იმიტომ რომ სხვა საქმე გაქვთ გასაკეთებელი. მეორეა შეიძლება არავინ არ დაგესიზმროთ, იმიტომ რომ თქვენი ბედი ჩაკეტილია და რა თქმა უნდა, მესამე თქვენ ჯადო გაქვთ გაკეთებული, თქვენი ბედი არ დაგესიზმროთ, ან დაგესიზმროთ და ძალიან ცუდად. ეს ნიშნავს, რომ ან ჯადო გაქვთ გაკეთებული, ან ნეკრომაგია, ან ასე შემდეგ. გისურვებთ წარმატებას მეგობრებო, გააკეთეთ, ეს არის სრულიად სუფთა რიტუალი და არაფერ ცუდს არ მოგიტანთ.